უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას ვთხოვო დღეს შეიძლება ეღმის გაკეთება რომ აბსოლუტურად ყველა მოვიდეს არჩევნებზე, ყველა მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება იმისი გარანტი, რომ მართლაც არჩევნების გაყალბების პროცედურები ძალიან გაურთულდება ხელისუფლებას. ამიტომ ყველა მოქალაქეს მინდა ვთხოვო, რომ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩნდეს შანსი რეალური ცვლილებების და გაუჩნდეს შანსი ნორმალური განვითარების. ამასთანავე არ შემიძლია არ შევეხო იმ ძალიან მძიმე წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც იყო ქვეყანაში. პრაქტიკულად წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად არასამართლიანი და ძალიან სერიოზულ ჭრილს მიაყენებს არჩევნებს ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არ იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისათვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო გარემო. ძალიან მძიმე იყო ის ფაქტი, რომელიც გუშინ ყველამ ვიხილეთ საღამოს, მე მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ჩვილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებს ყველას და მინდა დავიტოვო იმედი იმისა, რომ მართლაც გამოძიებული იქნება ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან ძნელია ადამიანმა ასეთი სიმხეცე მართლაც წარმოიდგინო, რომ რომელიმე ადამიანის მხრიდან მოდის, ვინმეს მხრიდან არის შეგნებულად გაკეთებული, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, როდესაც კითხვები უჩნდება მოსახლეობის უმრავლესობას, უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში არის არანორმალური ვითარება და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ არის სერიოზული კითხვის ნიშნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ აქვს უფლება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის, გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ ყველას ინტერესია, რომ გამოძიება ჩატარდეს უმოკლეს ვადებში და სიმართლე გაიგოს სრულიად ქართულმა საზოგადოებამ. მინდა საქართველოს თითოეულ თქვენგანს ვუსურვო მშვიდობა, ვუსურვო რეალური ცვლილებები და ვუსურვო ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიგვეღწიოს იმისთვის, რომ საქართველოში აღარ ტარდებოდეს ვთქვათ არჩევნები, რომელზეც უამრავი ადამიანის ყოფნა არ ყოფნა დამოკიდებული. ერთხელ მაინც მივაღწიოთ ნორმალური ვითარების შექმნას, როდესაც ჩვეულებრივი ნორმალური პროცედურები ჩატარდება ქვეყანაში არჩევნები და არ იქნება ისტორიული და გადამწყვეტი არჩევნები ქვეყანაში. მადლობთ.